მოსწავლეს შესაძლოა მიეცეს უფლება არ დაესწროს იმ მასწავლებლებს გაკვეთილებს, რომელთანაც აქვს პროტესტი ან თვლის, რომ მისი უფლება ირღვევა. ეს საგამონაკლისო წესი იქნება, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციას ეყრდნობა და ჯერ ნორმატიულ აქტებში ოფიციალურად გაწერილი არ არის, თუმცა გვაქვს საჯაროდ სამინისტროს მიერ დადასტურებული მზაობა, რომ ამ წესს დანერგავს სკოლებში. ეს ერთი შეხედვით პროგრესული გადაწყვეტილება, რომლის მიზანი მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებაა, სასკოლო საზოგადოებაში დისკუსიის მიზეზი უკვე გახდა. რამდენად არის ქართული სკოლა მზად ასეთი ცვლილებებისთვის? რა რისკებს აჩენს ამგვარი შესაძლებლობა? ხომ არ დააყენებს საფრთხის ქვეშ პედაგოგის ღირსებას? რამდენად გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება წესი? ხომ არ გადააქცევს ის სასკოლო სივრცეს უკონტროლო დაპირისპირების არენად და როგორ მოხდება სისტემაში ბალანსის დაცვა, მოსწავლის დაცვასა და მასწავლებლის მარგინალიზაციას შორის და ასე შემდეგ. დღეს გვსურდა თავად სასკოლო საზოგადოებისგან მოგვესმინა შეფასებები და მოლოდინები, თუმცა გითხრეს, რომ რეკომენდაციის შინაარსობრივი ნაწილი მათთვის ჯერ ცნობილი არ არის. სამაგიეროდ რეკომენდაციის გამცემი უწყების წარმომადგენელი ყავს ეთერში და ყველა ამ სკეპტიკურ პოზიციას იმედი გვაქვს ნათელს მოჰფენს. სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე გვერდდება ახლა გადაცემაში. საღამომშვიდობის. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ ვისაც მოსწავლე ჰყავს სახლში და მასწავლებელი ან ზოგადად ჩართული არის ამ სასკოლო ამბებში, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ახალი წესი, რომლის რეკომენდატორები ხართ თქვენ და მოდით პირველი კითხვა იყოს ესეთი, ეს წესი მოსწავლის რა ინტერესს იცავს, ეს გვაინტერესებს ყველაზე მეტად. ეს წესი, ეს საგამონაკლისო წესი, რომლის მიღების მზაობაც გამოთქვა განათლების სამინისტრომ და ვიცით, რომ მუშაობს უკვე მასზე, პირველ რიგში უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო გარემოში განათლების მიღების უფლებას. ან თქვენ როგორც იცით, როგორც ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბავშვის შესახებ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვის ფსიქოემოციური მდგრადობა, ფიზიკური და ფსიქოემოციური უსაფრთხოება განათლების მიღების პროცესში და მისი სრულფასოვანი მიღების მიზნით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რაც გახდა ამ რეკომენდაციის გაცემის საფუძველი. შემიძლია უფრო დეტალურად? კი ბატონო, აი თქვენს რეკომენდაციაში წერია, რომ ინდივიდუალური საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომასო. თუ შეგიძლიათ, რომ სახელგვარების დასახელების გარეშე, ცხადია ისე რომ არ დავაზარალოთ კონკრეტული მოსწავლე, რამაც განაპირობა ამ ჩანაწერის გაჩენა, აი ამ кейსზე რომ მოგვიყეთ, რამაც ნათელი გახადა, რომ გვჭირდება ეს წესი. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური საქმის გარემოებებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა თქვენ იცით, რომ არის ხშირად ან ყოველ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატში მოდის ხოლმე ასეთი ინდივიდუალური საქმეები, განცხადებები, რომელთა ავტორები თავად ბავშვები არიან, ან მათი მშობლები, ამ შემთხვევაში მშობლები იყვნენ, თუმცა კოლექტიური განცხადებებიც გვაქვს ბავშვების მიერ თავად შემოტანილი, როცა მასწავლებლის მხრიდან მათი უფლებების დარღვევა ხდება, შეზღუდვა, გარკვეულ შემთხვევაში ინტელექტუალური დასჯა გვაქვს და ასე შემდეგ სხვადასხვა მიდგომა, მასწავლებლის მხრიდან თუნდაც ეთიკის დარღვევა, რამაც ბავშვის სავარაუდო უფლება-დარღვევა გამოიწვია და მიმდინარეობს ამის საფუძველზე უკვე დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი თავად სკოლაში და ამ დროს ბავშვი უჩნდება პროტესტი, მას არ აქვს ფსიქოემოციური მზაობა იმისთვის, რომ იმ მასწავლებელთან, რომელიც მისი უფლებების ლახავს მის უფლებებს, მის საგაკვეთილო პროცესს დაესწროს და ფსიქოლოგიურად ან თუნდაც ფიზიკურადაც არ არის მისთვის ეს უსაფრთხო და ამ შემთხვევაში ბავშვები და ეს არ ყოფილა მხოლოდ ეს ინდივიდუალური საქმე, სხვა მსგავსი საქმეც ჰქონია, თუნდაც მიმდინარე წელს, როცა იგივე შემთხვევა იყო და ბავშვი პროტესტს აცხადებდა, არ შედიოდა ამ კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილზე
ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სკოლამ შეიძლება ალტერნატიულად შესთავაზოს ბავშვს რომ სხვა მასწავლებლის გაკვეთილზე შევიდეს, პარალელურ კლასში შევიდეს, ანუ საკამის განათლების უფლებაზე წვდომას რო საფრთხე არ შეექმნას და საგაკვეთილო პროცესს და მიიღოს ეს მასალა გაიაროს პერიოდისთვის რაც არის გაწერილი, თუმცა დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით და ნორმატიული აქტით განსაზღვრული იყო რომ მაინც გაცდენად ეთვლებოდა ამ შემთხვევაშიც კი თუ როცა ალტერნატიულ გაკვეთილს ესწრებოდა ბავშვს გაკვეთილის გაცდენად ეთვლებოდა როცა იმ კონკრეტულ მასწავლებელთან არ შედიოდა რომელიც მისი მასწავლებელია. ამიტომ გაცდენის სრული ოდენობის მიღწევის შემთხვევაშიც მოსწავლეს ექსტერნის გამოცდის ჩაბარება უწევდა, ექსტერნატის შემთხვევის გამოყენება უწევდა, რაც დამატებით მისთვის, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული და ამიტომ სწორედ მივედით იმ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანი არის გათვალისწინებული იყოს ბავშვის კონკრეტული ინტერესები, ინდივიდუალური მიდგომა იყოს გამოყენებული და იმ შემთხვევაში საგამონაკლისო წესი შეიმუშაოს განათლების სამინისტრომ, რომელიც მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო უფლება დარღვევისას როცა მოსწავლე არ ესწრება ამ გაკვეთილს და პარალელურად უტარდება გაკვეთილი, ეს არ ჩაითვალოს გაცდენად და კი ბატონო, მე არ გაწყვეტინებდით რომ ნათელი ყოფილიყო მოტივი რამ განაპირობა ამ ჩანაწერის გაჩენა. მოდით რისკებზე ვისაუბროთ ახლა ჩვენს მოცემულობაში, რამდენად შეიძლება სარისკო იყოს ეს გადაწყვეტილება და რაღაც манипуляციის საგანი გახდეს მოსწავლეების მხრიდან. ანუ რაღაც კარგი მიზნით შემოტანილი წესი შეიძლება თუ არა რაღაც მასწავლებლის დისკრედიტაციის ან მისი რეპუტაციის შელახვის მიზეზი გახდეს, სანამ გაირკვევა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პროცედურა დაჭირდება ალბათ ყველაფერს, ხო? სანამ გაირკვევა მოსწავლის და მასწავლებლის დანაშაული, საჭიროება, მიზეზი არ დასწრების და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის გარკვევას სჭირდება დრო, თუმცა მანამდე არის თუ არა რისკი გარკვეულწილად. რა რისკები დაინახეთ თქვენ და რა რისკებს ხედავთ? ან ჯერ ერთი ის უნდა ვთქვათ, რომ ბავშვს ახლაც რა თქმა უნდა და ამას აკეთებდნენ გიძველ პროტესტის ნიშნად, როცა არ შედიოდნენ გაკვეთილზე, ხო? კონკრეტული მასწავლებლის და ამის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდათ მათი გადმოსახედიდან შეფასებით. და ამ პროცესის პარალელურად მიდიოდა დისციპლინური წარმოება, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საქმის საბოლოოდ სამართლებრივ შეფასებას აძლევდა. მაგრამ აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ განათლების სამინისტრომ, როდესაც დაიწყო ამ წესზე მუშაობა, ასევე შეგვატყობინა, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი ჩაერთვება, ანუ დეპარტამენტის ვალდებულება იქნება, რომ ჩაერთოს მსგავსი შემთხვევების მართვის პროცესში და უზრუნველყოს პროცესზე მონიტორინგი სწორედ იმ საფრთხეების დაზღვევის მიზნით, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ. რომ მას ბოროტად არ იყოს გამოყენებული და ყოველ რეალურად საგამონაკლისო წესი არის, ანუ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იქნეს გამოყენებული მსგავსი მიდგომა და ეს არ შეიძლება, მაგალითად როგორც თქვენს კოლეგას კითხეთ გადაცემის დაწყებამდე, რომ თუ მასწავლებელი არ მოგწონს და უბრალოდ არ გინდა მასთან გაკვეთილზე შესვლა, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება საგამონაკლისო წესს აქვემდებარებული. კი ბატონო, თუმცა ჩვენ აღარ ჩაგვიშლია ეს კითხვა-პასუხი, შეიძლება ბულინგის შემთხვევას ქონდა ადგილი, ანუ მიზეზი ყოველთვის აქვს მოსწავლეს, რის გამოც არ უნდა გაკვეთილზე შესვლა და ამ მიზეზის კვლევის შემდეგ დიდი ალბათობით აი ეს წესი რო ყოფილიყო ჩვენს დროს გამოვიყენებდი მე პირადად. ბევრი შემთხვევა მეც მქონია. ეს წესი არ განსაზღვრავს ამის გამოყენებას, ანუ თქვენ შეგეძლოთ ისედაც მიგემართათ სკოლისთვის და ბულინგის შემთხვევაზე მათ ვალდებულება. კი ბატონო, რამდენად გიცავდა სკოლა, ეგ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეხლა არ ვიცი, შეცვლილი არის სიტუაცია ბევრად და ბევრად დაცული არის მოსწავლეების უფლებებიც საგაკვეთილო პროცესში, მათ შორისაც უბრალოდ ჩვენ ამ წესის შემდგომ რა რისკები შეიძლება გაჩნდეს, ამაზე მაინც დავსვით კითხვა და აქვე აუცილებლად უნდა გკითხოთ, თუ გაითვალისწინეთ მაგალითად, როცა სამინისტროსთან ერთად მუშაობდით, ის რესურსი, რაც სკოლებს აქვთ, მაგალითად
მაგალითად როგორ მოახერხებს ამ წესის დაცვას იგივე სკოლები, სადაც მასწავლებლების რესურსი არ არის, მაგრამ მაღალმთიანეთის სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი არის. ამ კუთხით როგორ ხედავთ აი ამ წესის განხორციელებას? სწორედ ამიტომ არის ჩართული ამ პროცესში სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი. ხა იმპროვიზაცია უნდა მოვახდინო, რომ თქვენი კითხვაზე პასუხი გავცე, მაგრამ სავარაუდოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად ონლაინ გაკვეთილი შეეთავაზოს მოსწავლეს და სხვა სკოლის პედაგოგმა ჩაუტაროს. და ასე შემდეგ, ანუ რესურს სკოლის ჩართულობის შედეგად აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდეს და არ არის აუცილებელი ფიზიკური გაკვეთილი. ყოველ შემთხვევაში სამინისტროსაც და სკოლებსაც რაღაც დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზება მოუწევთ ალბათ ამ წესის გათვალისწინებით. მგონია რომ ეს არსებით რესურსთან იყოს დაკავშირებული, როცა ჩვენ საუბრობთ ბავშვის უფლებაზე, რომ ფიზიკურ და ფსიქოემოციურად უსაფრთხო გარემოში მიიღოს განათლება, რაც ზოგადად სკოლის ფუნქცია არის, რომ მისცეს მას განათლება და უსაფრთხო გარემო უნდა ჰქონდეს ბავშვი იმისთვის, რომ მიიღოს განათლება. და როცა ამ ორღირებულებას შეიძლება რაღაცა მცირე დამატებით რესურსი ნამდვილად მოითხოვოს, რა ორგანიზაციული საკითხი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაგალითად მესტიაში რომ მოუწიოთ სხვა სკოლის მასწავლებლის ჩართვა, თუნდაც ონლაინ გაკვეთილების პროცესში, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ გადაწონის ბავშვის უფლებას მიიღოს. ცხადია, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ფორმალობა არ იყოს ეს წესი და შეიქმნა შესაბამისი პირობები აი ამ წესის განხორციელების, ხომ? მიმედოვნებთ, რომ ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ როცა განათლების სამინისტროს გამოთქვამს ძალობას და თვითონაც ხედავენ პრობლემას და სხვათა შორის ამ ინდივიდუალურ საქმის შესწავლის პროცესში თავად სკოლამ ეს ყველაფერი გააკეთა, მაგალითად სხვა მასწავლებელთან შეუშვამ და იმასაც ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში არ იყო სამართლიანი, როცა ბავშვს უწევდა ექსტერნატის გამოყენება ამ საგნის დასახურად. ანუ ეს თვითონ სკოლის პოზიციაც იყო და განათლების სამინისტრომ ეს პრობლემა იმიტომ დაინახა, რომ რეალურად არის პრობლემა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა და ერთიანი ხედვა აუცილებელია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიტყოდი ბავშვისათვის მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად. კი ბატონო, მონიტორინგის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აი როგორ მონიტორინგის პროცესში თუ გექნება თქვენ ინტერესი, ანუ ავალდებულება თუ დაიტოვეთ, რომ თვალი მიადევნოთ, როგორ განახორციელებს აი ამ წესს სკოლები და სისტემა. განათლების სამინისტროს შეიმუშავებს წესს, გაგვიზიარებს, როგორც თავად მოიწერეს და შევისწავლეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რამდენად თუ იქნება რაიმე ჩვენი მხრიდან გაუმჯობესების კუთხით რეკომენდაცია, ჩავერთვებით ამ პროცესში და უკვე დამატებით ჩვენ ვართ ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის მექანიზმი, სახალხო დამცველი, რომელთან მუდმივად შემოდის სხვადასხვა როგორც ინდივიდუალური საქმეები, ასევე მონიტორინგებსაც ვახორციელებთ პერიოდულად. ამ კონკრეტული წესის შედეგად მონიტორინგს ცალკე როგორც ასეთი ჯერ დაგეგმილი არ აქვს, მაგრამ დამიჯერეთ ინდივიდუალური საქმის შესწავლის შედეგად აუცილებლად გამოვლინდება ეს წესი, რამდენად ეფექტურად მოქმედებს, ან არ მოქმედებს, როცა მსგავსი кейსი გვექნება და აუცილებლად გვექნება მომავალ წლებში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ცხადია, ცალსახად კარგი გადაწყვეტილება, როცა ბავშვების ინტერესების დაცვას მიემართება რაღაც ცვლილება, თუმცა ის კითხვები, რომელიც სასკოლო საზოგადოებაში გაჩნდა, ამასაც პასუხი უნდა გაეცეს და მნიშვნელოვანი ამაზე პასუხის გაცემა. მადლობა სტუმარ ჩართვისთვის. ირინა ჩიხლაძე, სახალხო დამცველის მოადგილე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. პროფესიულ განათლებაზე უნდა ვისაუბროთ გადაცემის ამ ნაწილში. პროფესიული განათლების ბაზარზე ახალი სასწავლებელი შემოდის Skillwheel, ტექნოლოგიური განათლების პლატფორმა, რომელმაც განათლების ხარისხის 6 წლიანი ავტორიზაცია უკვე მოიპოვა და სექტემბრიდან მიიღებს მსმენელებს. ტექმიმართულების პროფესიებს თავაზობს Skillwheel მსმენელებს და სწორედ ამ ნიშნით იქნება ალბათ ეს სასწავლებელი გამორჩეული, სადაც დროისა და ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიების შესწავლას შეძლებთ. ყოველ შემთხვევაში ასეთი დაპირებები მოვისმინეთ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, შრომითი ბაზრის ტრანსფორმაცია და გლობალური დასაქმების სტანდარტები ცხადყოფს, რომ სწრაფი, მიზანმიმართული და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება ხშირად მეწარმატებას განაპირობებს,
ვიდრე ხანგრძლივი აკადემიური პროცესი. რომ სქილვილის კოლეჯი ერთგვარად უნივერსიტეტის თანამედროვე ალტერნატივაა, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებაში სქილვილი აპირებს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანას. მოკლედ, დიდი გეგმები აქვს სქილვილის კოლეჯს და დიდი მხარდაჭერაც სახელმწიფოსგან. სქილვილის კურსები სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოსგან და კოლეჯის კურსდამთავრებულები მიიღებენ ასევე სახელმწიფო დიპლომებს. ამ ეტაპზე სქილვილის კოლეჯები ბათუმსა და თბილისშია და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სრულად აღჭურველი მხოლოდ ბათუმის სქილველია, თბილისის კოლეჯის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა კი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. კოლეჯების მზაობაზე სტუმარს ვკითხავთ, როგორ და რას აპირებენ სექტემბრიდან და როგორია მათი გრძელვადიანი გეგმები. გიორგი მარიამიძე, სქილვილის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება ახლა გადაცემაში და მივესალმები სტუმარს. გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საინტერესო და ძალიან გასახარი თემით შემოგვიერთდით და გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ და ცხადია მაყურებლისთვისაც და დაინტერესებული ადამიანებისთვისაც უნდა მოვასწროთ ჩვენთვის განკუთვნილ დროში გავცეთ კითხვებს პასუხები. ჯერ გითხარით რა ეტაპზე არის ბათუმში გაიხსნა პირველი კოლეჯი, ცოტა ხნის წინ და მიღებებიც უკვე იყო და თბილისის კოლეჯის ინფრასტრუქტურა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჯერ დასრულებული არ არის. რა ეტაპზეა ამაზე რო გითხრათ? დიახ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნოა. კი ბატონო, როგორც ახსენეთ, სქილვილის კოლეჯი უკვე სექტემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში და ბათუმში უკვე სრულად აღჭურვილი ინფრასტრუქტურა არის მზად და თბილისშიც პრაქტიკულად უკვე დაახლოებით ერთ თვეში იქნება გამზადებული და როდესაც დაიწყება უკვე რეგისტრაცია პროფესიული განათლების მიმართულებით, სავარაუდოდ ეს არის სექტემბრის დასაწყისი, ჩვენ უკვე მზად შევხვდებით როგორც ბათუმში, ასევე თბილისში ამ პროცესს. კი ბატონო, ჩვენ სანამ შინაარსობრივ ნაწილზე გადავალთ, გიორგი, აუცილებლად უნდა კითხო, ეს კითხვა გაჩნდა. ავტორიზაციის პირობები საკმაოდ მკაცრია, ჩვენ გვაქვს გამოცდილება უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში, როცა მათ უხერხულობა დაემართათ ავტორიზაციის პროცესში და შეუფერხდათ. აი არ დასრულებული ინფრასტრუქტურით თქვენმა უნივერსიტეტმა უკვე მიიღო ავტორიზაცია. გითხარით აი ეს ავანსად ავტორიზაციის გაცემა რითი დაიმსახურეთ, ესე ვთქვათ, რამ განაპირობა ეს პროცესი? ცოტა ვერ მივხვდი კითხვას, ავანსად არაფერი არ მიგვიღია. ანუ თქვენ ხო თქვით, რომ დასრულებული არ არის ჯერ თბილისის კოლეჯის და ინფრასტრუქტურა. ავტორიზაციის კრიტერიუმები და პირობები არიან საკმაოდ მკაცრი. ანუ ამ ყველაფრის ამოცემულობის გათვალისწინებით ეგრე გამოდის, რომ წინსწრებად მიიღეთ ავტორიზაცია 6 წლით. გითხარით, რა მნიშვნელობამ განაპირობა ის, რომ ამ ნდობა გამოგიცხადა ავტორიზაციის საბჭომ ეგრე გამოდის, ხო? ან თქვენი არგუმენტი მითხრათ? არ გამოდის ნამდვილად. ესე იგი, ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გავიარეთ იმისთვის, რომ და დიდი მადლობა სქილვილის გუნდს ამისთვის, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და ავტორიზაცია მოიცავს რამდენიმე 5 პუნქტს. შესაბამისად, როგორც ინსტიტუციამ ავტორიზაცია გავიარეთ და ბათუმში გვაქვს გარკვეული კვოტა და ასევე დამატებით ვართ აკრედიტაციის კანდიდატები, რომელიც იქნება თბილისში და როგორც ასე ვთქვათ, კანდიდატებს შეგვიძლია რომ ამაზეც რა თქმა უნდა ვისაუბროთ და უკვე როდესაც თბილისის ფარჩის და თბილისში არსებულ პროგრამებზეც გვექნება აკრედიტაცია, მაშინ გახდება ეს ოფიციალური. ამიტომ ხო არ ვიცი თუ და კი ბატონო. ვერ მივხვდი კითხვის კი ბატონო, ეს კითხვა აუცილებლად უნდა დამესვა, იმიტომ რომ ავტორიზაციის პროცესზე როცა გვაქვს ხოლმე გადაცემები, ძალიან მკაცრია ავტორიზაციის კრიტერიუმები და ეს კითხვა არსებობს და მაგიტომ მადლობა რომ გამეცით ამაზე პასუხი. გადავიდეთ შინაარსობრივ მხარეზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის სქილვილის შემოსვლა პროფესიული განათლების ბაზარზე, იმიტომ რომ სავარაუდოდ თქვენ აპირებთ იმ ნიშას
ნიშა დაიკავოთ, რომელიც მანამდე არ ქონია ტექ მიმართულებას გულისხმობთ. გითხარით, რას სთავაზობს თქვენი კოლეჯი და ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო, რომ უნივერსიტეტთან რაღაცა ტიპის კონკურენციაშიც კი აპირებს შესვლას ქილვილი-თან მოკლევადიან გეგმაში იმ ცოდნის და გამოცდილების მიცემას ადამიანებისთვის, რომელიც საკმარისი იქნება მათთვის დასაქმების ბაზარზე კონკურენციაში შევიდნენ. გითხარით, აი რა გეგმები გაქვთ და რას თავაზობთ? კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. ესე იგი, ბათუმში მოკლედ ჩვენ ოპერირებას ვიწყებთ front-end development-ის პროგრამით, ანუ ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ სექტემბრიდან front-end development-ის პროგრამას, რომელიც შეესაბამება სრულად სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტანდარტს. ეს პროგრამა არის 11 თვიანი და ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ როგორც პროფესიულ დიპლომს, რა თქმა უნდა, და ასევე ეკნებათ შესაბამისი ცოდნა ვებში პროგრამების შექმნის მიმართულებით. ეს არის მოკლედ ახლა ვიწყებთ ბათუმში ამ ერთი პროგრამის სამომავლოდ გეგმავთ კიდევ რა თქმა უნდა სხვა დამატებით პროგრამები შევთავაზოთ ჩვენ სტუდენტებს. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტი, ეს არის IT უზრუნველყოფა, ეს ძირითადად რეალურად რეგულაციაში ექცევა ეს ყველაფერი და ეს არის ის პროგრამები, რომელზეც სახელმწიფოს სტანდარტები აქვს შემუშავებული და ტექ მიმართულებით ყველა იმ პროგრამას სიამოვნებით შევთავაზებთ ჩვენ სტუდენტებს, რომელზეც სახელმწიფოს შესაბამისი სტანდარტი უკვე შემუშავებული აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტთან ასე ვთქვათ კონკურენციის თემა ახსენეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხო სკილვილი ზოგადად ვფიქრობ, რომ პროფესიული განათლება როგორც ასეთი თავის თავში არის ერთ-ერთი ალტერნატივა უმაღლესი განათლების და ჩვენ ქვეყანაში ცოტა ვფიქრობ, რომ კოლეჯს და პროფესიულ განათლებას რაღაც სამწუხარო სტიგმა აქვს, მოდი ასე ვთქვათ, რომ რაღაც ისე აღიქვება. თითქოს რაღაც აი თუ ვერ მოხდი უნივერსიტეტში, მაგიტომ აი რაღაც მერე მიდიხარ კოლეჯში და რაღაც კი ბატონო, ხურად აღიქვება და ჩვენ კი ბატონო, ბევრი წელია ბოლო წლების განმავლობაში გიორგი ცდილობს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული ყველა კოლეჯი რომ ეს სტიგმა დაამსხვრიოს, რომ პროფესიული სასწავლებელი არის ყველაზე მოკლე გზა დასაქმების ბაზარზე მოსახვედრად და წარმატებისთვისაც. აი ზუსტად მაგიტომ მინდოდა მეკითხა, რომ ამ საუკუნეში, ამ დროში, როცა ტექ მიმართულებები ძალიან საჭირო გახდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ამუნარების ფლობა, თქვენი კოლეჯი რამდენად მოახერხებს ამ სტიგმის დაძლევას, რომ უნივერსიტეტის შემდეგ კი არ მოვიდნენ მსმენელები თქვენთან, არამედ პირდაპირ სკილვილში ჩააბარონ, ამიტომ თქვენი განაცხადი, რომ რაღაც უნივერსიტეტთან რაღაცა ტიპის კონკურენციაში შედიხართ, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ცუდია, პირიქით ძალიან კარგი განაცხადია, ამბიციური, კარგ კონტექსტში ცხადია. როგორ აპირებთ თქვა ამ სტიგმის დარღვევას? კი ბატონო, მოგახსენებთ. ამას ეს დღეს და ხვალ რა თქმა უნდა რთულია, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ უკვე რაღაც წლებია, რაც ვთქვათ, ეს პროცესი ასე ვთქვათ, მიმდინარეობს და ჩვენ შევუერთდებით ამ პროცესს და კონკრეტულად ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ წარმატებული ადამიანის მაგალითები და მე ჩემი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, უამრავი ჩემ თანამშრომელი მყავს ესეთი, რომლებსაც ზოგი თქვათ სწავლობდა უნივერსიტეტში და იმის გამბედაობა იყო, რომ ზოგადად მიეტოვებინა და არის თქვათ თავის სფეროში ერთ-ერთი საქართველოს წამყვანი ცნობილი კრეატიული დირექტორია. ან მიუხედავად იმისა, რომ თქვათ სწავლა მიატოვა, პროფესიულ მხარეს აქვს წარმატება. ასევე ყავს ისეთი ძალიან წარმატებული ადამიანები, რომლებიც არიან რაღაც lead, ანუ ხელმძღვანელ პოზიციებზე და რაღაც დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელები, რომელსაც საერთოდ არ უსწავლია უნივერსიტეტში და 17 წლიდან დაიწყეს მუშაობა და ვფიქრობ, რომ ანუ საზოგადოებას ეს ადამიანები, ეს კონკრეტული მაგალითები უნდა ვანახოთ, რომ ანუ შესაძლებელია კარიერაში იმ წარმატებების მიღწევა და
ეს რომ შესაძლებელია, რა ვფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ საზოგადოებას ვანახოთ, არის უკვე კონკრეტული მაგალითები გავაცნოთ უშუალოდ საზოგადოებას და კი ჩვენ ამას კი ბატონო, გარდა იმისა, რომ ადამიანური რესურსი როგორც გავიგე იქნება თქვენი ერთ-ერთი მიმზიდველი კომპონენტი თქვენს კოლეჯში, გაქვთ თუ არა მაგათად ბიზნესებთან კომუნიკაცია, წინასწარ დასაქმების კომპონენტი იყოს რაღაცნაირად გარანტირებული თქვენი მსმენელებისთვის. კიდევ ერთი არ მინდა რომ გამომრჩეს და კითხოთ, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელზე გაქვთ გაკეთებული განაცხადი, რომ სქილუში შესაძლებელი იქნება 21-იან პროგრამაზე ამის ათვისებაც, განათლების სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია ესეც. როგორი არის თქვენი და დამსაქმებლების ურთიერთობა და გქონდათ თუ არა მანამდე რაღაცა ტიპის ბაზრის კვლევა, რამაც განაპირობა სწორედ ეს მიმართულებები შემოგეტანათ სქილულის კოლეჯში. აი ეს პროცესი როგორი იყო თქვენთვის, სანამ გაიხსნებოდით და ავტორიზაციას მოიპოვებდით? კი ბატონო, ჩვენ სანამ ავტორიზაციას მოვიპოვებთ არაფორმალურ განათლების სივრცეში ოპერირებდით დაახლოებით 4 წელი და ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ვაპირებდი ამ ნაწილზე მეც გადასვლას. ანუ ჩვენ პროფესიულ განათლებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესთან, ასე ვთქვათ, ახლო ურთიერთობა და მათი მოთხოვნების ცოდნა. და მე შემიძლია ძალიან თავად გითხრათ, რომ ეს სქილულის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რადგანაც ჩვენ სქილულის გუნდს ასევე რეალურად ჩვენი ასე ვთქვათ, წარსული გამოცდილება, ჩვენი ბექგრაუნდი არის ჩემი პირადად, მე ვარ დამფუძნებელი ერთ-ერთი წარმატებული ქართული IT outsourcing კომპანიის და სქილულის შექმნის იდეაც სწორედ მან შეიქმნა. მაქედან წამოვიდა, იმიტომ რომ ხედავდი, რომ ანუ გჭირდება ტალანტები, რადგან არსებობს ამ ტალანტებზე მოთხოვნა და ეს მიწოდების ნაწილზე იყოს ამუშაო. 50-ზე მეტი პარტნიორი ბიზნესი ყავს Skills Tech მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს არის ფინანსური ორგანიზაციები, ელექტრონული კომერციის კომპანიები, ასევე დასავლური მსხვილი სტარტაპები და ჩვენ ამ კომპანიებთან რეგულარული ურთიერთობა გვაქვს, რეგულარულად ვაწვდით ჩვენ კანდიდატებს, მეორე მხრივ სტუდენტების მხარეს ეს არის, ანუ კარიერული მხარდაჭერის სერვისი, რომელსაც მათ გვთავაზობთ და უკვე ესებს, რა თქმა უნდა, მომზადებულ კანდიდატებს ვაწვდით და აი ეს სწორედ ეს ურთიერთობები და სწორედ ეს კარიერული ზრუნვა გვაძლევს იმის, ასე ვთქვათ, სითამამეს, რომ ვთქვათ, რომ ეს დასაქმების მიმართულება არის სქილულის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი მხარე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას უსურვებთ თქვენს კოლეჯს და ძალიან მიხარია, რომ ბათუმშიც არის, უფრო ახლოდან შეგვიძლია თვალი მივადევნოთ რა როგორ განვითარდება პროცესები. მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, გიორგი მარიამიძე, სქილულის დამფუძნებელი დირექტორი გვერდთვებოდა და საუბრობდით ახალ პროფესიულ კოლეჯზე, რომელიც სექტემბრიდან უკვე მიიღებს მსმენელებს. მასწავლებელი მომდევნო თემაზე უნდა გადავიდეთ. მასწავლებელი არის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს, არამედ ასწავლის ადამიანობას, სამართლიანობას, თანადგომას, სოლიდარობას და პასუხისმგებლობას. ის ქმნის იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. ამიტომ მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. ეს ამონარიდია მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მიერ გავრცელებული განაცხადიდან, რითაც ისინი სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტ ნინო დათაშვილს. ისინი მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს საქმე წარიმართოს სამართლიანად და გამჭვირვალედ, რათა აღდგეს სამართალი და დაცული იყოს მასწავლებლის უფლებები. ნინო დათაშვილს ბრალადედება საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა, ის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია 7 საათიდან იგეგმება ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. მასწავლებლები აპირებენ შეკრებას იქ აქციის მონაწილეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი ცეცხლაძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მალხაზ ჭკადოა გვერდდებიან ახლა აქციის ადგილიდან. მე ვხედავ კადრს უკვე და მივესალმები სტუმარს. საღამშვიდობის. გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ მე არ მესმის მალხაზის ხმა, თუ ვთხოვ რეჟისორს რომ გამაგონოს. არ ესმით ჩვენი ხმა. მოგესალმებით ჩვენ აი ქალბატონი ნანის ხმა მესმის.
მოგესალმებით ქალბატონო ნანი და თქვენ დაისვათ მაშინ პირველ კითხვას თქვენი მთავარი სათქმელი რა არის ამ შეკრებაზე ეს რო გითხრათ თუ გესმით ჩემი ხმა დიახ მესმის მოგესალმებით მივესალმებით თქვენს აუდიტორიას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ როდესაც ბატონმა ყობახიძემ გააკეთა განცხადება ევროატლანტიკური კურსის შესახებ მაშინ მეგონა მქონდა განცდა და მე მგონი არა მარტო მე ძალიან ბევრს რომ ეს იყო ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება ხელისუფლებას გაიკეთებინა ხალხის საწინააღმდეგოდ რეალურად მას შემდეგ ძალიან მცირე ხანი გავიდა და აღმოჩნდა რომ ჩვენ დღეს გვიწევს არა მხოლოდ ევროპული კურსის დაცვა არამედ გვიწევს იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვაც რომელიც ჩვენ კონსტიტუციურად გვეკუთვნის და ეს არის გამოხატვის თავისუფლება. რეალურად ჩვენ დღეს დგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე. რეალურად დღეს ჩვენ ცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი ყავს ციხეში და ძალიან ბევრს კიდევ ემუქრება პატიმრობა. ქალბატონო ნანი, დღეს ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში. დიახ. აი მინდოდა რომ მეკითხა აი მესმის თქვენი ხმა? კი ბატონო, მე თქვენი ხმა მესმის, თქვენ თუ გესმით ჩემი ხმა რომ კითხვა დაგისვათ. დიახ, მესმის. აი, რამდენად უსაფრთხოა ჩვენს ქვეყანაში სივრცე მასწავლებლებისთვის, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ აი განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციას, მინდა რომ თქვენი როგორც მასწავლებლის აზრი მოვისმინოთ და ფიქრობთ თუ არა რომ აი ეს ნინო დათაშვილის შემთხვევა, სხვა შემთხვევები მოახდენს თუ არა გავლენა სხვა მასწავლებლებზე, რომ მათ რაღაცნაირად თავი შეიზღუდონ ან შეამცირონ მათი სამოქალაქო ჩართულობა და აი სურვილი შეამცირონ აი ამ პროცესში მონაწილეობის. დიახ, სწორედ ამაზე მოგახსენებდით და იმ საფრთხეებზე მოგახსენებდით, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი პოლიტპატიმარია, იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ახალგაზრდა ზის ციხეში, იმ ქვეყანაში, სადაც პოეტს იჭერენ, იმ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლის აქტივისტობაც კი, ანუ სამოქალაქო აქტივიზმიც კი აღარ არის უსაფრთხო. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი უბრალო სამოქალაქო ოპოზიციის გამოხატვაც აღარ არის უსაფრთხო. და ის რომ ნარატივია იმის რომ ცდილობენ რომ შექმნან და ათესონ შიში საზოგადოებაში ესეც ძალიან ბუნებრივია რომ საზოგადოებას ვერ აშინებენ ამ ყოველივეთი. აი ერთი ქართული ფილმი მახსენდება ახლა ამ წუთში რომ მეც დამიჭერენ შენც დაგიჭერენ და ტრიფონიასაც დაიჭერენო. თუ მართლა გონია ვინმეს რომ ჩვენ აქ იმიტომ დგავართ რომ ბომბეიდან ლონდონამდე მართლა ხიდი გაყავს ან გვირაბი და რამე საიდუმლო საქმეს ვაკეთებ ძალიან ცდებია. მაგრამ მე მაინც გონია რომ არის შესაძლებლობა რომ ახასაც დაუსვათ შეკითხვა. მაგრამ არა იმდენი ბოდიში დავასრულებ, არა იმდენი რომ ვერ გამოვიდეთ და ხმამაღლა ჩვენი სათქმელი ვერ თქვათ. ჩვენ უფრო იმის შიში გვაქვს, თავისუფლება არ დავკარგოთ. და უფრო იმის შიში გვაქვს რომ ჩვენს მოსწავლეებს შესაბამისად ვერ ვასწავლოთ ის სწორი ღირებულებები, რომლებითაც ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები უნდა გახდნენ. მადლობა ქალბატონო ნანი, მალხას კითხავ თუ შეიძლება მალხასთან გადავალ თუ შეიძლება კითხვით, მალხას თქვენ ხართ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, თქვენთვის არ იქნება ალბათ უცხო ეს კითხვა არსებობს სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებში, ან სკეპტიკურად განწყობილსაც არ უწოდებ, ვერ ვიტყოდი შეშინებულ ადამიანებში და ასე შემდეგ, ბევრნაირში მოქალაქეებს, აი რას ეტყოდით, ვინც აი პოლიციელზე თავდასხმით, მუხლით დაკავებულ ადამიანებს, მაგათად მზიას, ვიადრატიას, ნინო დათაშვილს და სხვა ადამიანებს, ანუ ამ ქმედებაში ხედავენ დანაშაულს და არა პოლიტიკურ კონტექსტს. აი ამ ადამიანებს რასეუბნებით, რითიც დაარწმუნებთ, რომ ეს სინამდვილეში სხვა პროცესია და არა ფორმალურად დანაშაული. მარი 400 ადამიანზე მეტი გახდა წამების მსხვერპლი ნოემბერ-დეკემბერში თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. არც ერთი პოლიციელი, არც ერთი თანამშრომელი განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტიდან დასჯილი არ არის. თქვენს კოლეგას გურამ როგავას თავი გადაუჩეხეს, ლამის შემოაკვდათ, არავინ არ არის დასჯილი. თამარ ჩიხლაძე, ასევე თქვენი კოლეგა, პრაქტიკულად სიკვდილამდე, ანუ არ ვიცი როგორ გადაურჩა სიკვდილს პირდაპირ ეთერში და არავინ არ დასჯილა ამ თავდასხმის ხმელებიდან, ხო?
ნინო დათაშვილი, რომელიც ჩალურჯებებით და ეს ოფიციალურად დადასტურებული კლინიკური კვლევის შედეგია, ჩალურჯებებით მიიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმიტომ რომ 5 მამრი ამ პატარა რა ვიცი, მოცუცქნული ზომის მასწავლებელს ეჯიკავებოდა და თურმე ხელი აიქნია და მოხვდა, ხო? სად არის პროპორციულობა? თუ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული ადმინისტრაციული იქნება თუ სისხლის. სად არიან დასჯილი პოლიციელები? სად არიან კორუფციის გამო გათავისუფლებული ადამიანები? სად არიან ადამიანები, რომლებიც გვართმევენ უფლებას ვაკეთოთ საქმე, ხო? ვაკეთოთ, ვასწავლოთ მომავალთაობას, რა არის სამართლიანობა, რანაირად წარმოუდგენია ვინმეს რომ ვასწავლოთ მოქალაქეობა, საზოგადოების, ასე ვთქვათ, კეთილდღეობა, პოლიტიკური რეჟიმები, ვინმეს, როდესაც პრაქტიკულად ქვეყანა ავტორიტარიზმიდან მიექანება დიქტატურაში. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ პრაქტიკულად დღეს თუ სამოქალაქო განათლება ასეა თუ ისე ისწავლება ჩვენ სახელმწიფოში, შეიძლება ხვალ ზეგ სამოქალაქო განათლება საერთოდ აღარ გახდეს საჭირო ქართული ოცნების დიდი და თქვა რომ რაღაცა სხვა საგნით ჩავანაცვლოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს საგანი არის და ამ საგნის, ასე ვთქვათ, შემადგენელი არის ყველაფერი იმის საპირისპირო, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ამიტომ დღეს ნინო დათაშვილი არის ამის მსხვერპლი, ხვალ ზეგ ვიქნებით გაცილებით მეტი ადამიანი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ვერ ხვდება და ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ვერ ხვდება ერთ რამეს, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს მათ მიერ მოგონილი მარწუხები, მით მეტად გაძლიერდება წინააღმდეგობაც, იმიტომ რომ არ არის ეს ის საუკუნე, სადაც ადამიანებს ხრეტდნენ და გაცილებით მძიმე პირობებში დაუცავთ ჩვენს წინამორბედებს, ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც დღეს მათი ნაწილი ეროვნულ გმირებად ითვლებიან, ხო? და დღეს ჩვენ გმირობას კი არ ჩავდივართ. მე მინდა ვაკეთო ის, რასაც სახელმწიფო მავალებს როგორც მასწავლებელს, რის გამოც სახელმწიფოს მიერ, ასე ვთქვათ, გამოყოფილი გადასახადებიდან მიხდიან ხელფასს, ხო? მე მინდა სამოქალაქო საზოგადოება გავაძლიერო, რაც ქვეყნის კონსტიტუციიდან, მისი ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე არის გარანტირებული და მე მინდა ღიად ვილაპარაკო იმ პრობლემებზე, რაც არის ქვეყანაში. ერთ-ერთ ფრაზაში მოსწავლეებმა დამისვეს კითხვა, დავასრულებ თუ შეიძლება, მარი? დიახ. დავასრულებ თუ შეიძლება, დავასრულებ. ერთ-ერთმა მოსწავლემ კითხა, რომ როგორ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდამასწავლებელო, ავტორიტარიზმში ცხოვრობ თუ დიქტატურაშიო და მე ვუთხარი, რომ დიქტატურა რო იყოს, მეთქი ეს ჯერ კიდევ 2 თვის წინ იყო, მაშინ ამ კითხვის დასმის საშუალებაც არ გექნებოდა მეთქი და მე მინდა რომ ჩემს მოსწავლეებს კონდეთ კითხვის დასმის საშუალება. ცხადია. მალხაზ ბოლო კითხვა მინდა რომ დაგისვა დროს გადავაშორეთ. ქალბატონანისაც ვკითხე და თქვენს კითხავთ, ფიქრობთ თუ არა რომ ეს ბოლო პერიოდის ამბები, რაც ხდება და ნინო დათაშვილის დაკავებაც მოახდენს გავლენას სხვა მასწავლებლებზე, რომ მათ უკვე რაღაც მოერიდნონ ისინი აი გამოხატვას და კრიტიკული აზრის გახმოვანებას და რა არის გამოსავალი ამაზეც რო გითხრათ. მარი, მოდი ვაღიაროთ პირდაპირ მასწავლებელთა პროფესიული კოჰორტა, ასე ვთქვათ, კატეგორია არ არის გამორჩეული თავისი სამოქალაქო სიმამაცით და ეს პირველ რიგში სახელმწიფოს ბრალია, რომელიც ყოველთვის აღიქვამდა მასწავლებლებს ადმინისტრაციულ რესურსად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდებში. მაგრამ მე მინდა აუდიტორიას უთხრა, რომ იმ მიმართვაზე, რომელიც ნინოს მხარდასაჭერად გავრცელდა, ყველანაირი მარწუხის და ყველანაირი ზეწოლის მიუხედავად 1200-ზე მეტი მასწავლებელი აწერს ხელს. ეს არის 1%-ზე მეტი, ალბათ 2%-იც არ არის, მაგრამ ქვეყანაში არსებული სწორედ მასწავლებელთა კატეგორიის საერთო რაოდენობისა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისევე როგორც გახსოვთ ალბათ ჩვენს კოლეგას და ძვირფას ადამიანს ლადო აფხაზავას, როდესაც მოუწია უსამართლო ჯარიმის გადახდა, 1000-ობით პედაგოგმა გამოუცხადა სოლიდარობა და ლარ ნახევარი ჩაურიცხა იმისთვის, რომ მას ეს ჯარიმა გადაეხადა. ეს სოლიდარობა არსებობს, ამ საზოგადოებაში წინააღმდეგობის უნარი კიდევ 1000-ობით და 10,000-ობით ადამიანს აქვს შერჩენილი, ბევრი თავს იკავებს, ბევრს არც არასდროს გამოუხატავს უსამართლობის წინააღმდეგ ხმა და პროტესტი, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები არიან, სკოლა არ არის homo sovietikusების ადგილი, სკოლა არის თავისუფალი მოქალაქეების ადგილი. და მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ნამდვილად დადგება ცვლილებების დრო, პირველ რიგში განათლების სისტემას უნდა მივხედოთ, სადაც მასწავლებლები გავხადოთ ან გავათავისუფლოთ პოლიტიკური და სხვა წნეხებისგან. ეს უნდა იყოს დიდი მადლობა მალხაზ, ძალიან დიდი მადლობა აი ამ სიტყვებისთვის.
მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ კოლეგების დასაცავად და მხარდასაჭერად და სოლიდარობისთვის. მალხაზ ჭკადუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ნანი ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გვერდთვებოდნენ აქციიდან, რომელიც ამ წუთებში იწყება ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან და ის ეძღვნება 20 ივნისს დაკავებული მასწავლებლის ნინო დათაშვილის სოლიდარობას ეძღვნება ეს ამბავი. ბოლო პერიოდში ჩვენმა სტუმრებად ახსენეს და ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ხშირად ისმება კითხვა მასწავლებლის როლსა და მის მონაწილეობაზე სამოქალაქო აქტივობებში, თუ სად გადის ზღვარი პროფესიულ პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო თავისუფლებას შორის. რისი უფლება აქვს პედაგოგს მხოლოდ ასწავლოს თუ გამოხატოს კიდეც. სვამთ კითხვებს და ვხედავთ, რომ როცა მასწავლებელი იკავებს კრიტიკულ პოზიციას და ამ პოზიციით კონფლიქტში შედის სისტემასთან, საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად. ნაწილი ხედავს სამართალდარღვევას, ნაწილი კი პრინციპულობას და სამოქალაქო თავგანწირვას. და რთულია იპოვო გადაწყვეტა, სოლიდარობა გამოუცხადო თუ გააკრიტიკო. რადგან შენს წინაშე დგას სისტემა, რომელსაც აქვს ძალა, მაგრამ საზოგადოებას აქვს თვალები და გონება და ყველაფერი შენზეა. თუ მოვლენების სწორად დანახვა შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს სათვალი, თუ სათვალოთ კერატოკონუსით 100%-იანი მხედველობით, ან სულაც თვალის ჩინის გარეშეც ხედავ იმას, რასაც თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. და მადლიერების ღირსი ალბათ ყველა, ვინც თვალს არ ხუჭავს. მომდევნო ხუთშაბათს დავზუმოთ ისევ განათლებაზე 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე. ნახვამდის.